ინიციატივა კულტურა დემოკრატიისთვის წევრებმა თბილისში აქცია მსვლელობა გამართეს. მანიფესტაცია საფრანგეთის საელჩოსთან დაიწყო და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან დასრულდა. პროტესტის მონაწილეებმა საფრანგეთის საელჩოში შეიტანეს წერილი, ისინი დიპლომატიურ წარმომადგენლობას თხოვენ ქვეყანამ დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ქართული ოცნების სხვა წევრებს. ასევე საფრანგეთმა გადახედოს ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემულ სხვადასხვა ეროვნულ ჯილდოს. დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში დიპლომატიურ მისიაში შეტანილი წერილი მოიცავდა მადლობას დაწესებული სანქციებისთვის და მოწოდებას, რომ ლონდონმა კვლავ გააგრძელოს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა. დავიწყეთ ეს სერია მიმართვების, მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების მიმართვა სხვადასხვა საელჩოების, უშუალოდ სახელმწიფოების, ხელმძღვანელების, საელჩოების გავლით, უბრალოდ მივმართებთ თხოვნით, რომ ვინც დაიწყო უკვე თქვა სანქციების პროცესი, მათ უხდით მადლობას იმისათვის და ვინცაც ჯერ არ დაუწყია და არ გაუკეთებია განაცხადი იმ ანტიადამიანური, ანტიჰუმანური ქმედებების წინააღმდეგ, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ვაგერ უკვე მეორე თვე არის, მაქსიმალურად დაიწყონ განცხადებები და დაიწყონ აქტიური მოქმედებებით, როგორც სანქციები, რათა ჩვენ გვერდზე დაგვიდგნენ საქართველოს მოქალაქეებს და მაქსიმალურად მალე მივახციოთ წარმატებას ამ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი მიმართვა, მადლობა ერთგვარი იმ სანქციებისთვის, რომელიც მათ დაუწესეს ამ რუსული რეჟიმის შემოქმედებს, ადამიანებს, რომლებმაც იძალადეს ჩვენს თანამებრძოლებზე, რომლებმაც უკანონოდ აღუკვეთეს მათ თავისუფლება, რომლებმაც დაატყვევეს თქვენი კოლეგა და ჩვენ ვამბობთ, რომ ეხა თავისუფალი სიტყვა ციხეში, ამიტომ ჩვენ გადავეცით მათ წერილი, რომ კიდევ ერთხელ გამოიჩინონ ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის განგაშის სიგნალის შემოსაკრავი მდგომარეობა, იმიტომ რომ მაშინ როცა ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთადერთს, გქონდეს თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო, ამისათვის საჭიროა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ეს არ არის ჩვენი აკვიატება, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს საქართველოში ხალხის მმართველობა.